შეხვედრას ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გააკეთა. ეს დანაკლისი, იმიტომ რომ ფიქსოს პოზიციაზე თოდუა და თოფურია გავთაძე ლიმას წინააღმდეგ აი საფათო მომენტი და ალის პირველი სეტი. ყურადღებით და გაგვითამაშეს კარგად, თუმცა ჩადგამდა კორპუსს შეინარჩუნებდა ბურთს. დარტყმა კიდევ ერთი. კარგად თამაშობს ჩონგურიძე დაწვაში ალი მოიგერია. კარგი ჩატარება და გაიხსნა ანგარიში. ჯვარაშვილის კუთხურის შემდეგ მეგონის გასწრივ. აი განმეორებით კი აში დარტყმას კი. შვენიერი. ლიმა ისევ კარგად თამაშობს ასლანი. სონურად გადავადგილდებით. იელოჩიჩი ვერ ნახულობენ სივრცეებს ხორვატების საფათო გათამაშება. ასლანი კვლავ ძალიან გავთაძე კარგია. გათამაშება კვლავ. საფათო მომენტი გათამაშება. ყურადღებით უნდა ვიყოთ. კვლავ ასლანი. ასლანი აქვს სივრცე. კარგი პასი. ჩამოიღო ბუთი გავთაძემ და იელოჩიჩი ასლანის შესანიშნავია. საფათო შეტევა ლიმა ერთ-ერთი ასლანი. კიდევ ერთი. კარგად. აღარ უკამენ ხორვატები ცდილობენ რომ ბოლომდე გაათამაშონ და აი გაათამაშეს კიდეც. მეთქი რომ აი მათი ტაქტიკა დავიდა იქამდე რომ უბრალოდ დაგორება და დარტყმა და აი ახლა გაათამაშა. გათამაშება იელოჩიჩი თოდუამ დაბლოკა საფათო მომენტი და ბრავო იყო ასლანი. ვაუ ასლანი. ლიმა კარგი შემოძრაობა ლიმასი დარტყმა ისევ იგერიებს ასლანი ბურთს. ერთ-ერთზე კეკელიასთან. ნატაია ვუკმირი გაითამაშეს ბურთი საკმაოდ კარგად. ლიმა გავთაძესთან ერთ-ერთზე. ეს კარგად შეასრულა. ლიმამ დაწინაურდა ხორვატია პირველად შეხვედრაში 2-1. კარგი პასი გამოუვიდა ასლანი. უნდა გავათანაბროთ ანგარიში. გიორგი გავთაძე გამორბენით დარტყმა. ვერ გავიტანეთ. არაზუსტი პასი, თუმცა იქვე დავიბრუნეთ. შეგვიძლია დარტყმა. თოდუა ასლანი ნაიაკ დავკარგე. გულიჩი ერთ-ერთზე. ბრწყინვალია საოცარია ალი ასლანი. შეცდომა და აი შანსი კეკელია. გავთაძე შეგვიძლია გოლის გატანა. გავიტანეთ 2-2. არის დრო. 2-2. გულშემატკივრები და ამხნევებენ ჩვენს მეკარეს. იელოჩიჩი დააწყეს. იელოჩიჩი ასლანის წინააღმდეგ გამორბენით მოიგერია ასლანმა. ბრავო. საოცრებებს აკეთებს ალი ასლანი. ისტორიაში შევა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატების ცალსახი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე. კიდევ ერთი მოგერიება. დარტყმით ასრულებენ შეხვედრას ხორვატები. ბოლოს პენალტიც ჰქონდათ ხორვატებს და მატჩის მოგების შანსი, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს და აი ასე ხორვატიამ ზედზედ მეორე 2-2 ითამაშა. ჩვენ კი სასტარტო მატჩის წაგების შემდეგ ლატვიასთან მოიპოვეთ პირველი ქულა და დავიტოვეთ შანსი ვიბრძოლოთ მეოთხე ფინალის აღზრდისთვის, თუმცა ამისთვის ბოლო ტურში ძალიან ძლიერი საფრანგეთის დამარცხება იქნება საჭირო.